საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული ახალი საარჩევნო კანონით შეიძლება პოლიტიკური ან პოლიტიკურ პარტიასთან მიახლოებული პირი აღმოჩნდე, ისე რომ ამის შესახებ არც კი იცოდე. იმისათვის რომ ახალმა კანონმა საზოგადოებას შეცდომაში არ შეიყვანოს, სამოქალაქო სექტორმა PR კამპანია ეს შენქეხება დაიწყო. ახალი კანონი ისეთ შეზღუდვებს აწესებს, როგორიცაა მაგალითად პოლიტიკური პირის ან პარტიისაგან ფინანსური დახმარების მიღება. ამ შემთხვევაში სასჯელის სახით შეიძლება დაგეკისროთ თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით. ან თუ კონტროლის პალატამ პოლიტიკურად აქტიურ პირად მიგიჩნიათ, მას აქვს უფლება დააყადაღოს თქვენი ქონება. სწორედ ესეთი ბუნდოვანი მუხლების წინააღმდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებმა და მედიის წარმომადგენლებმა კამპანია ეს შენქეხება დაიწყეს. ისინი ვინც ქართულ მედიას წარმოადგენენ, ისინი ვინც მესამე სექტორის დიდ ნაწილს წარმოადგენენ, ვიხდებით რომ ეს კამპანია მიმდინარეობს წარმატებით, ყველამ გააცნობიერა რომ ეს საკანონმდებლო ცვლილებები თითოეულ ჩვენთაგანს ეხება, თითოეულ საქართველოს მოქალაქეს და არა ცალკეულ სექტორს, ან ბიზნეს სექტორს, ან მედიას და მე ვფიქრობ რომ ეს კამპანია წარმატებული იქნება, რადგანაც ამდენი კარგი ორგანიზაცია, კარგი ადამიანი შეუერთდება. უფრო და უფრო საზოგადოებრივ ძალებს მოიკრებს თითოეულ მოქალაქეს და მე ვფიქრობ რომ ხელისუფლებაც გააცნობიერებს რომ ამას ცვლილება უნდა მოყვეს. 16 თებერვალს მომზადდა პეტიცია, რომელზეც ხელი არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებმა მოაწერეს. პეტიცია საქართველოს პარლამენტს 17 თებერვალს წარადგინა. კატეგორიულად მიუღებლად მივიჩნევთ 2011 წლის დეკემბერში მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლებიც ზღუდავს სამოქალაქო აქტივობას, საკუთრების უფლებას, გამოხატვისა და პოლიტიკური საქმიანობის თავისუფლებას. აფერხებს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას, მძიმე და გაუმართლებელ პასუხისმგებლობებს აკისრებს ამომრჩეველს, განუსაზღვრო და არაკონსტიტუციურ უფლებამოსილებებს ანიჭებს პარტიების დაფინანსების მთავარ მაკონტროლებელს, საქართველოს კონტროლის პალატას. სერიოზულ საფრთხეებს უქმნის როგორც თითოეულ მოქალაქეს, ისე სამოქალაქო საზოგადოებას, მათ შორის მედიას, აუარესებს საარჩევნო გარემოს ქვეყანაში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ იმ შემთხვევაში თუ კი ჩვენ მართლაც დავანახებთ მართლ გუნდს, რომ ძალიან დიდი რაოდენობა ადამიანების არის ჩართული ამ კამპანიაში და მათ ნამდვილად უნდათ, რომ ეს კანონი შეიცვალოს, მე ვფიქრობ, რომ ჩვენ მივახცევთ ჩვენს მიზანს. კამპანიის ფარგლებში შეიქმნა ვებგვერდი და გვერდი Facebook-ზე, სადაც საზოგადოებას კამპანიის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის მიღება შეუძლიათ. თბილისის გარდა ეს შენქეხება საქართველოს სხვადასხვა რეგიონებშიც ხორციელდება. აქცია, რომელიც 23 თებერვალს მთელი საქართველოს მასშტაბით ჩატარდა, საზოგადოების ინფორმირებისთვის იყო გამართული. ჩვენი დღევანდელი აქციის მიზანი კამპანიის ფარგლებში ეს შენგეხება იყო, რომ რაც შეიძლება მეტ მოქალაქეს მივაწოდოთ ინფორმაცია იმ ცუდი კანონის შესახებ, რომელიც ჩვენ მიგვაჩნია, რომ აუცილებლად უნდა შეიცვალოს. ეს არ არის ბოლო აქცია, ეს არის დასაწყისი და ჩვენ რაც შეიძლება მეტ ადამიანს მოვიცავთ და შევეცდებით, რომ თითოეულ მოქალაქეს გავაგებინოთ იმის შესახებ, რომ კანონი ცუდია და უნდა შეიცვალოს, მანამ სანამ კანონი არ შეიცვლება და არ გახდება კარგი. ისეთი, რომელიც უსამართლოდ არ შეეხება თითოეულ ჩვენს. შენგეხება უპრეცედენტო მასშტაბის თანამოაზრეობა სამოქალაქო სექტორში კამპანია, რომელმაც უკვე მიაკითხა პარლამენტს და პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონში ცვლილებების შეტანა დასვა დღის წესრიგში. ეთერშია სტუდია რესტა სამართლიანი არჩევნების ერთობლივი პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს ამომრჩეველთა უკეთ ინფორმირებას საარჩევნო პროცესში. ჩვენ დღევანდელი გადაცემა სწორედ აი ამ კამპანიის, რომელიც მე ვახსენე დასაწყისშივე ჩემს პირველ ფრაზად შენგეხებას ფარგლებში წარიმართებით, ჩემს ზურგს უკან თქვენ ხედავთ ლოგოს ამ კამპანიის და ჩვენ ვეცდებით, რომ უფრო მეტი გიამბოთ იმის შესახებ, თუ რა მიზანს ისახავს ეს აქციებით, ასე ვთქვათ, მოცული კამპანია, რომელიც უკვე შემოიჭრა გასული კვირების განმავლობაში ჩვენ საზოგადოებრივ აქტივობებში. ჩვენი სტუმრები ნინო ლომჯარია სამართლიანი არჩევნები, ეკა გიგაურის საერთაშორისო გამჭვირვალება საქართველოს, ლაშა ტუღოში გაზეთი რეზონანსი, ლინა ღვინიანიძე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, დიდი მადლობა, რომ კიდევ ერთხელ ამ თემაზე გიწევთ საუბარი და მოდით მაქსიმალურად ეს გადაცემა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ ჩვენს აუდიტორიას, ჩვენს ამომრჩეველს ავუხსნათ, რაში მდგომარეობს მათი როლი ამ კამპანიის ფარგლებში და შეუძლიათ თუ არა რაიმე ტიპის აქტივობა
ჩაატარონ მათაც და თავისი წვლილი შეიტანონ სამოქალაქო სექტორის, ასე ვთქვათ, ამ მიმართულებით განვითარებაში. ნინო, მოდით თქვენ დავიწყოთ პუნქტობრივად განვმარტოთ აუდიტორიას. რა მიზანს ისახავს ეს კამპანია და საერთოდ რატომ დაიწყო? მოგესალმებით. 2011 წლის დეკემბრის ბოლოს, როდესაც პარლამენტმა განიხილა მთელი რიგი კანონპროექტები პოლიტიკურ გაერთიანებათა შესახებ კანონში და სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით, ჩვენ არასამთავრობო ორგანიზაციები, ასევე მედიის წარმომადგენლები, რომლებიც დღეს თუნდაც აქ ვსხედვართ, ვიყავით წინააღმდეგნი ამ კანონებისა და მაშინ საკომიტეტო განხილვებზეც გავაპროტესტეთ ამის თაობაზე და შევთავაზეთ პარლამენტს ალტერნატიული წინადადება. თუმცა პარლამენტმა მაინც იმ ფორმით მიიღო ეს კანონპროექტები, როგორც იყო ინიცირებული და უკვე მოგვიანებით ჩვენ გავუკეთეთ ანალიზი ამ კანონპროექტს და მივედით დასკვნამდე, რომ აღნიშნული კანონი, ანუ ეს ბოლო პერიოდში შესული ცვლილებები, ზღუდავს კონსტიტუციით აღიარებულ არაერთ ძალიან მნიშვნელოვან უფლებას, როგორც არის მაგალითად გამოხატვის თავისუფლება, როგორც არის საკუთრების უფლება. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს ახალი კანონი და ცალკეული დებულებები ზღუდავს სამოქალაქო აქტივობას, საფრთხეს უქმნის როგორც მედიას, ასევე სამოქალაქო საზოგადოებას, არასამთავრობო სექტორს, პოლიტიკურ პარტიებს, თავად იმიტომ, რომ უსამართლო და არაპროპორციულ სანქციებს უწესებს ცალკეული დარღვევებისთვის და საბოლოო ჯამში ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს კანონი ნამდვილად ეხება თითოეულ მოქალაქეს. ეს კანონი ნამდვილად არ შეეხება მხოლოდ პოლიტიკურ პარტიებს ან სხვაგვარად პოლიტიკურად აქტიურ ორგანიზაციებსა თუ ადამიანებს. ეს კანონი შეიძლება შეეხოს თითოეულ მოქალაქეს, ბიზნეს ორგანიზაციებს, კომპანიებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, მედიას პირველ რიგში, თავად პოლიტიკურ პარტიებს და ასე შემდეგ. ამიტომ ჩვენ ჩავთვალეთ საჭირო, რომ კამპანია არ უნდა დარჩენილიყო მხოლოდ რაღაცა ჩვენსა და ეს არ უნდა ესეთი სახის ურთიერთობები არ უნდა მიმდინარეობდეს მხოლოდ ჩვენ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და პარლამენტ შორის, არამედ ჩავთვალეთ მნიშვნელოვნად, რომ ამ კამპანიაში უპირველეს ყოვლისა ინფორმაცია უნდა მივაწოდოთ საზოგადოებას, რომ ეს მათაც შეეხება და შეეხება ძალიან ცუდად და შემდეგ ბუნებრივია საზოგადოების მხრიდან წამოვიდა ძალიან დიდი დაინტერესება ამ კამპანიის გარშემო. დღესდღეობით გაერთიანებულია 200-მდე ორგანიზაცია და ასობით მოქალაქე უერთდება იმ პეტიციას, რომელიც მოვამზადეთ ჩვენ ინტერნეტის მეშვეობით თუ უშუალოდ შეხვედრების გზით და ჩვენ ამ კამპანიის მიზანი არის ის, რომ შეიცვალოს კანონმდებლობა და ეს ჩვენ ვფიქრობთ, რომ უნდა გაკეთდეს საერთო ძალისხმევით, იმიტომ რომ ეს არის კანონი, რომელიც ყველას გვეხება. ეკა, თქვენ პრინციპში ვინც აქ იმყოფებით, ის ორგანიზაციულად და პიროვნულად ჩართულები იყავით ამის პროტესტში, ამ პროცესში, როცა პროტესტებდით სხვადასხვა ფორმატებში აი ამ ახალ კანონმდებლობას, თუმცა ეს მოხდა 2011 წლის დეკემბერში. მას შემდეგ გასულია 2 თვე. თქვენ ამოწურეთ რესურსის სხვა ტიპის ურთიერთობის და იმიტომ გადაწყვიტეთ, რომ ასე თქვა გარედან ერთობლივად უკვე მოქალაქეების ინდივიდების ჩართვით შეუტიოთ ხელისუფლებათ, ну ასე ქვია ამას, რასაც თქვენ მოქმედებთ, იმიტომ რომ ქუჩაში ნაწილობრივ გადაინაცვლა ამ კამპანიამ. დასრულებულია საუბრები, თქვა საპარლამენტო კულუარებში და სხვადასხვა მოთელვითი რაღაცა წრეები თუ არის ამოწურული. პირველ რიგში მოგესალმებით. არა, მე მგონია რომ ამოწურული არ არის ნამდვილად, უბრალოდ აი მე დავეთანხმებოდი ნინოს, როდესაც მან თქვა რომ ჩვენ არ გვინდოდა რომ აი ამ ყველაფერს ქონოდა რაღაც იმის ფორმა, რომ მხოლოდ რამოდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია არის ამის წინააღმდეგი, რადგანაც ჩვენ მართველი გუნდიდან ხშირად გვსმენია რომ აი სხვები სხვანაირად კითხულობენ ამ კანონებს და სხვები არ ფიქრობენ რომ ეს საფრთხის შემცვლელია. ამის გამო ზუსტად ჩვენ ვიფიქრეთ რომ კარგი იქნებოდა თუ კი ჩვენ გავაცნობდით აი იმ საფრთხეების შესახებ, რაც არის ამ კანონში, თუ გავაცნობდით ამ საფრთხეებს საზოგადოებას, ასევე ჩავთავდით ამ პროცესში სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებს, მაგრამ ჩვენის მხრიდან ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ ეს კანონი შეიცვალოს, ჩვენ ხვდებით საერთაშორისო ორგანიზაციებს, ჩვენ ხვდებით სხვადასხვა საელჩოების წარმომადგენლებს, ჩვენ ასევე ურთიერთობა გვაქვს იგივე მართულ გუნდთანაც და ვცდილობთ რომ კიდევ ერთხელ კონსულტაციები
საუბარები გავიაროთ მათთან და ვაიძულოთ, ასე ვთქვათ, რომ მათ კიდევ ერთხელ გადახედონ ამ კანონს და ცვლილებები შეიტანონ. ანუ ეს მე მინდა გითხრათ, რომ ამ კამპანიის უკან დგას იდეა, რომ შეიცვალოს კანონი. ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ჩართული არის თვითონ ამ კამპანიაში, თავის მხრივ რაღაცას გააკეთებს. ზოგი შეხვდება მაგალითად მოსახლეობას, ზოგი იაქტიურებს პრესაში, ზოგი მოამზადებს ალტერნატიულ წინადადებებს და ასე შემდეგ. ანუ ჩვენ მივესალმებით ყველა ინიციატივას, ნებისმიერ ინიციატივას, რომელიც შეიძლება მოდიოდეს ან მოქალაქისგან, ან არასამთავრობო. კოორდინაცია როგორ მოხდება თითოეულ მოქალაქეს, როგორ შეიძლება შეგეხმიანოთ და შემდეგ ამაზე უფრო გაცემის ბოლოსკენ ვისაუბროთ. მანდა ლაშას მინდა ვკითხო, პეტიცია შეგეხება არის სულ რამდენიმე აბზაცია, ძალიან მარტივად დაწერილი, ძალიან გასაგებად. მე პუნქტობრივად გავყვეთ მას. ლაშა თუ შეიძლება რომ გითხრათ თქვენც ხართ ერთ-ერთი ხელმოწერი და ამბობთ, რომ ახალი კანონმდებლობა ზღუდავს სამოქალაქო აქტივობას, საკუთრების უფლებას, გამოხატვისა და პოლიტიკური საქმიანობის თავისუფლებას, აფერხებს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას. შეგიძლიათ რომ აგვიხსნათ უფრო კარგად, აი რატომ მოხდა ესეთი შეფასება, ასეთი კატეგორიული თქვენი მხრიდან? იმიტომ აფერხებს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას, რომ არის დრაკონული კანონი, რომლის მუხლები შეიცავს კონკრეტულ საფრთხეებს, კონკრეტული მოქალაქეებისთვის, კონკრეტული ორგანიზაციებისთვის, მათ შორის მედიისთვის და ცხადია აფერხებს, ასე ვთქვათ, სამოქალაქო აქტივობებს, ჩვენ საქმიანობას, მოდით ესე ვთქვათ, ხელს შეუშლის მოქალაქეს მიიღოს, ასე ვთქვათ, გააკეთოს სწორი არჩევანი, ვინაიდან ის სისტემა, რომელიც იქმნება აი ამ კანონის საფუძველზე, არის ძალიან დრაკონული, საშიში, ძალიან აგრესიული და მიმართული არ არის იქითკენ, რომ ნორმალურად ჩატარდეს არჩევნები, არამედ ჩემი აზრით მიმართული არის იქითკენ, რომ პირიქით დანერგოს შიში, დანერგოს, ასე ვთქვათ, საფრთხის განცდა, შეზღუდოს არაკონტროლირებადი აქტივობები, როგორც საზოგადოებრივი ორგანიზაციების, მედიის, კონკრეტული პიროვნებების და ამისათვის აი ამ კანონმა შექმნა გარკვეული მექანიზმები, ვთქვათ, როგორ შეიძლება თუ რაღაცა შეფასება მიეცა რომელიღაც ორგანიზაციას, რომ ის არის დაახლოებული ასე ვთქვათ პარტიასთან, ეს შეფასება არის ძალიან ბუნდოვანი, ანუ კანონი იძლევა ბევრი ინტერპრეტაციის საშუალებას, ასე დროს მისი ქონება დგება საფრთხის ქვეშ, იმიტომ რომ ყადაღის საკითხი დგება, ჯარიმის ასე ვთქვათ შესაძლებლობა აქვს, არსებობს სასამართლო საერთოდ დავიწყებული ამ სისტემაში, ამოვარდნილია თითქოს ცხოვრობდეთ რაც პირველ ყოფილ თემურ წყობილებაში, მოკლედ არის ძალიან საშიში კანონი. ამიტომაც ჩვენ დავიწყეთ აქტივობა, იმდენად აბსურდულად გამოიყურება ზოგიერთ შემთხვევაში ეს კანონი, რომ როდესაც იღებდნენ და მონაწილეობდნენ საზოგადოებრივი ორგანიზაციები, მეც ვიყავი ამ პროცესში, მონაწილეობდი, მე ხედავდი ძალიან ესეთ ასე ვთქვათ, აშკარა ჩანდა, რომ ისინიც კი, ვინც გამოცდილები არიან, იურისტები არიან, მათაც კი უჭირდათ ზოგიერთ შემთხვევაში გაგება ან დაჯერება იმისა, თუ რამდენად არა ასე ვთქვათ, ადეკვატური იყო ის პროცესი, რომლის მონაწილეებიც გავხდით ყველანი ერთად. და ის რაც დღეს ხდება, ეს არის სწორედ გამოძახილი, რომ ამდენი ორგანიზაცია აწერს ხელს, ამდენი ასე ვთქვათ, საზოგადოების ამდენი წარმომადგენელია შეერთებული და ძალიან კარგია, რომ ასე ვთქვათ, ერთსულოვნება არის. ეხლა ძალიან დიდია ფასი, რატო დავწერეთ ესეთი ფრაზები, მანდ რატომ არის, რომ თითოეულ მოქალაქეს ეხება, რომ ეს დემოკრატიის აფერხებს და იმიტომ რომ დიდი არის ფასი იმ არჩევნების, რომელიც ჩატარდება დღეს წელს საქართველოში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს იყოს რეალურად კონკურენტული გარემო, თავისუფალი გარემო მოქალაქეებისათვის. ეს კი არ უნდა შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც ისინი თავს იგრძნობენ დაჩაგრულად, შეშინებულად, რა შემთხვევაში შეიძლება ისინი ასე ვთქვათ, ციხეში გაუშვან, აბსურდული რაღაცები წერია, მაგალითად ის სისტემა, რომელიც სამწუხაროდ მუშაობდა დღეს საქართველოში დღევანდლამდე და ბევრმა არც იცის, რომ ასე ვთქვათ, ახალი კანონი ამას შეზღუდა, შეიძლება ნებისმიერი ადამიანი გლეხი, რა ვიცი, არა გათვითცნობიერებული იმისათვის, რომ მან 1 კილო თქვათ შაქარი მიიღო საჩუქრად არჩევნების დროს, ან მოითხოვა რაღაცა სახურავი გადაუხურონ
და თუ არასწორად მისამართზე მოითხოვ, ამისათვის შეიძლება ეს ელემენტო 3 წლის ციხეშიც კი ჩასვა. აი ძალიან მნიშვნელოვანი დეტალია, თქვენ კი გამოყოფილი გაქვთ ცალკე მძიმე და გაუმართლებელ პასუხისმგებლობას აკისრებსო ამ ურჩეველსო, თქვენ კი წერიათ ერთ-ერთ ხა ეს ზუსტად ამას გულისხმობს, ნუ ამაზე სხვებიც ისაუბრებენ, უბრალოდ მე ვამბობ, რომ ამ კანონმა შექმნა სისტემა, რომელიც მართლა რეალურად სახიფათოა. ეხლა რატო მედიებისთვის? იმიტომ რომ მედია არის ჩვეულებრივი იურიდიული პირი და მის ასე ვთქვათ ეს მახვილი მის თავზეც არის ჩამოკიდებული როგორც ორგანიზაციაზე, იმიტომ რომ ნებისმიერ შემთხვევაში შეიძლება მოედაო მედიას რომ მან გამოხატა რაღაც მისი ფურცლებიდან გამოიხატა რაღაცა პოზიცია, რომელიც შეიძლება ჩაითვალოს, რომ ეს არის ასე ვთქვათ მიკერძოებული ან რაიმე კავშირი აღმოაჩინონ რომელიღაც პოლიტიკურ ორგანიზაციასთან თითიდან გამოწვევენ. ეხლა მე მიდი და ზდიე და უმტკიცე და ამას უკვე ხედავთ, აი როგორი ასე ვთქვათ პროცესი მიმდინარეობს ხო კონტროლის პალატასთან. ეხლა მე არ ვიცი ვინც ამბობს რომ სწორია ის რაც ხდება. ყველა აღშფოთებულია, ყველა დაძაფრულია, ყველა ელოდება რომ რაღაცა ნაბიჯა ვინ მოხდა, ვინ იქნება შემდეგი. ჯერ პარტიებთან ჰქონდათ პრობლემა, მერე საზოგადოებრივი ორგანიზაციების კონტროლი დაიწყეს, ყველა ყალღზე დადგა. ანუ შექმნეს დრაკონული კანონი, დრაკონული მექანიზმებით, რომელიც ნუ აი რა ვიცი, ხა წარმოიდგინეთ, რომ ხარი გაგიჟებული, რომ ხალხში გამოუშვა. ნუ დაახოთ ესეთი ის არის და არ იცი ვის დაეძგერება და ვის დარქენს. გაქვთ ეჭვი, რომ ეს არ იქნება მიდგომა თანაბარი. ობიექტური ეს იქნება ნორმალური სტანდარტი, ვიღაცა შეეხება, ვიღაცას არ შეეხება. აქაც არის ყველაზე დიდი პრობლემა. ვთქვი, ძალიან მარტივად ვთქვათ. ეხლა იმიტომ რომ რთულ ენაზე რომ ახსნა ძალიან ესეთი განმარტებები, რომელიც იურიდიული რთულია გასაგებად საზოგადოების ძნელი გასაგებია და თან იმდენი რამეა იქ შიგნით დაწყებული, აი ყადაღიდან აგერ ქალბატონო იურისტები არიან, დამთავრებულია კონტროლის პალატის კონსტიტუციურობის ჩარჩოში, რამდენად არის მოქცეული, რამდენად იმდენი არაადეკვატური ნორმებია, რომ დაიწყო აი ხა ჩვენ რო დავიწყოთ ამ წუთას საუბარი, შეიძლება ხვალ დილამდე ვილაპარაკოთ მუხლობრივად რო დავიწყოთ განხილვა. ნუ ესეთი რამე ეხა მე დიდი ხანია ვაკვირდები პროცესს ხო ჩვენთან კანონმდებლობის ბუნებრივია ხა გაზეთში მუშაობ დიდი ხანია დაახლოებით წელი ესეთი რამე მე დიდი ხანია არ მინახავს მართლა არ იცით რა ბევრ რამეს ელოდები ჩვენ სიტუაციაში მაგრამ ეს თუ არ შეიცვალა ეს კანონი ძალიან რთული ვითარება იქნება. მოდით ლინასთან გადავალ ახალგაზრდა იურისტების წარმომადგენელთან შეკითხვით კონტროლის პალატა ახსენა უკვე ლაშამ და თქვენ ერთ-ერთ პუნქტად ამ პეტიციაში სწორედ ეს გაქვთ გამოტანილი რომ განუსაზღვრელ და არაკონსტიტუციურ უფლებამოსილებას ანიჭებს ეს ახალი კანონმდებლობა დაფინანსების მთავარ მაკონტროლებელს კონტროლის პალატას. ეს ერთია რომ თქვენ ასე აფასებთ იურიდიულად, მაგრამ მეორეა ის უკვე რასაც აკეთებს კონტროლის პალატა უკვე ამ ახალი კანონმდებლობის ფარგლებში. ხომ არ შეგიძლიათ შეგვიფასოთ აქტივობები კონტროლის პალატის რამდენად ადეკვატურია ამ კანონთან შესაბამისობაშია და ზოგადად კონსტიტუციასთან უკვე დიდ ჩარჩოზე რომ იმსჯელოთ. კი ბატონო, საქართველოს კონტროლის პალატა არის ორგანო, რომელმაც უნდა დაადგინოს ამ კანონის თანახმად კონკრეტული პირი არის თუ არა დაკავშირებული რომელიმე პოლიტიკურ პარტიასთან. ანუ ეს კანონი ვრცელდება ძალიან ბევრ სუბიექტზე და კანონში არის ესეთი საფუძვლები. თუმცა კანონი არ აძლევს კონტროლის პალატას პროცედურას თუ როგორ უნდა გააკეთოს ეს. შესაბამისად კონტროლის პალატა არის სრულიად თავისუფალი, მას არაფერი არ ზღუდავს, არანაირი ფარგლები, როგორ უნდა მიმართოს მაგალითად კონკრეტულ პირს, რა ინფორმაცია უნდა გამოითხოვოს მისგან იმისათვის, რომ დაადგინოს მისი კავშირი კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიასთან. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ესეთი პროცედურა კანონში უნდა არსებობდეს აუცილებლად და დღეს რასაც აკეთებს კონტროლის პალატა ეს არის ის, რომ ის იქცევა სრულიად თვითნებურად, ვინაიდან მან გაუგზავნა კონკრეტულ სუბიექტებს ინფორმაციის გამოთხოვით მოთხოვნა ისე რომ მას ამის უფლებამოსილება კანონის თანახმად არ აქვს. ანუ მას არ აქვს პროცედურა თუ როგორ უნდა გააკეთოს ეს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ კონტროლის პალატას უნდა ჰქონდეს ძალიან დეტალურად გაწერილი წესები, რა შემთხვევაში მიმართავს ის პირს, უნდა ჰქონდეს დასაბუთებული ვარაუდი იმისათვის, რომ კონკრეტული პირი თქვა ხარჯავს ფულს, არის პარტიის კონტროლის ქვეშ თუ არ არის. ანუ მას უნდა ჰქონდეს რაღაცა ინფორმაცია, წინასწარ რომ მან მიმართოს კონკრეტულ სუბიექტს და კითხოს, დაუსვას რაღაც კითხვები, ჩართოს პროცესში და ამის შემდეგ მიიღოს გადაწყვეტილება, თქვა უნდა იყოს არის თუ არა კონკრეტული პირი დაკავშირებული პოლიტიკურ პარტიასთან. გარდა ამისა, ლაშამ უკვე ისაუბრა მაგალითად ყადაღის დადების წესთან დაკავშირებით, კანონი ამბობს, რომ კონტროლის პალატა არის უფლებამოსილი დაადოს ყადაღა პარტიის იურიდიული თუ ფიზიკური პირის ქონებას. თუმცა არანაირი მექანიზმი, როგორ აკეთებს ამას კონტროლის პალატა არ წერია კანონში, რაც ნიშნავს იმას, რომ კონტროლის პალატას აქვს სრული თავისუფლება აკეთოს რაღაცეები.
მოგეხსენებათ, რომ ყადაღა არის ძალიან მნიშვნელოვანი პროცედურა და კონტროლის პალატას დღეს მოქმედი კანონით შეუძლია გააჩეროს პარტიის მთლიანი საქმიანობა, ან ყველა ანგარიში მთლიანი ქონება შეუძლია ძალიან მალე დაუყადაღოს. ისე რომ არ მონაწილეობს ამ პროცესში სასამართლო, არ არის არანაირი ლიმიტები დადგენილი, თქვა რა ფარგლებში აკეთებს ამას კონტროლის პალატა და ასე შემდეგ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ შესაძლოა კონტროლის პალატას დასჭირდეს ყადაღის დადების პროცედურის გამოყენება, თუმცა ეს უნდა იყოს გაწერილი აუცილებლად, მას უნდა ჰქონდეს საფუძველი, რა შემთხვევაში იყენებს ყადაღას, რა შემთხვევაში ადებს ყადაღას კონკრეტული პარტიის ანგარიშებს, რა ფარგლებში აკეთებს ამას და ამას უნდა წვეთდეს მხოლოდ და მხოლოდ სასამართლო და ამაში არ უნდა, ასე ვთქვათ, ერთპიროვნული არ უნდა იყოს კონტროლის პალატა აი ამ არჩევანში, რადგან ნებისმიერი ის პროცედურა, რომელსაც ყადაღის დადება ქვია, როგორც წესი, სხვა შემთხვევაში მონაწილეობს სასამართლო. და ვფიქრობთ, რომ აქაც სასამართლოს მონაწილეობა უნდა იყოს. და ბუნებრივია მსგავსი ჩანაწერები და არაერთი არის კანონში ასეთი, კონტროლის პალატას ანიჭებს ძალიან დიდ ფართო უფლებამოსილებას იმოქმედოს ისე, როგორც მას სურს. დიახეკავდი აი კონსტიტუციასთან დაკავშირებით, ჩვენ ვიცით, რომ საქართველოს კონსტიტუცია ამბობს ესეთ რაღაცას, რომ კონტროლის პალატას აქვს უფლება შეამოწმოს ბიუჯეტის სახსრები, ანუ ბიუჯეტიდან გასული რაღაც თანხები, ხომ? ამ შემთხვევაში კონტროლის პალატას ახალი უფლებამოსილებები ენიჭება, კერძოდ ის ამოწმებს უკვე ფიზიკური პირების, იურიდიული პირების შემოსავლებს და ზუსტად აი ამასთან არის კავშირში, როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ არაკონსტიტუციურ უფლებამოსილებებს ანიჭებს ეს კანონი კონტროლის პალატას. არ ღვევს კონსტიტუციაში. შეგვიძლია პირდაპირ თქვათ, როგორც იურისტებენს შეფასება გააკეთოთ, რომ ამ ახალი კანონმდებლობით ირღვევა კონსტიტუცია და ახალი კანონმდებლობა შეუსაბამოა საქართველოს კონსტიტუციასთან. ჩვენ ესე გონია, თუმცა როდესაც ეს კითხვა დაუსვით კონტროლის პალატას, მათ თქვეს, რომ აი ეს განსაზღვრება კონსტიტუციაში არის ძალიან ფართო და შესაბამისად აი ეს შემოწმება რაც ხდება, ეს არის რაღაც საზოგადოებრივ ინტერესთან დაკავშირებული და აქედან გამომდინარე შეიძლება ეს ჩაითვალოს, რომ ამის უფლებამოსილება აქვს. საინტერესო იქნებოდა საერთაშორისო ექსპერტიზა ამ თემაზე და სხვათა შორის თემა, რომელსაც ხშირად ნაციონალური მოძრაობის საპარლამენტო ნაწილი იყენებს ხოლმე, რომ ვენციის კომისიას თითქოს ეს თემა აქვს, ექსპერტიზა გავლილია თითქოს და ვენციის კომისიის აღმოჩნდა, რომ ეს არ არის გაკეთებული, მას შემდეგ იგივე დაკავშირებულ პირებთან მიმართებაში და სხვადასხვა თემებში, რაც ვენციის კომისიამ ეს კანონპროექტი წაიკითხა, უამრავი ცვლილება შევიდა და შემდეგ ეყარა კენჭიას, რომ ვენციის კომისია მე პირადად გავხდით სტრასბურგში პრესკონფერენციაზე მარკეტის ვენციის კომისიის მდივნის, სადაც მან თქვა, რომ ჩვენ ამაზე კომენტარს ვეღარ გავაკეთებთ, ვინაიდან აბსოლუტურად განსხვავებული ის ვერსია, რომელიც პარლამენტმა მიიღო იმისგან, რაც ჩვენ ნახეთ. ეს მოკლედ შემდეგ გახდა დავის საგანი, თითქოს და ვიღაცამ რაღაც არასწორად თარგმნა, მაგრამ შემდეგ ვენციის კომისიამ საკუთარი განცხადებით კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ეს ნამდვილად ასე იყო. ბოლო ვერსიას არ იცნობენ. ვერსიას არ იცნობს, ბოლო ვერსიას ყოველ შემთხვევაში ვენციის კომისიას ერთი ვიცით ნამდვილად, ანუ ვინც აქ ვართ ახლა მათ და ჩვენმა აუდიტორიებმა ჩვენ საშუალებით, რომ საერთაშორისო ექსპერტიზა ამ ახალ კანონმდებლობას ნამდვილად არ გაუვლია. დასტრამინდა ნინო კითხოთ ცოტა ოპონირების რეჟიმში გადავიდეთ წლების განმავლობაში არასამთავრობო სექტორი მედია აპროტესტებდა იმას რომ ნაციონალური მოძრაობა მართული პარტია სხვადასხვა ტიპის ასე ვთქვათ მოგრთამვა სამართლებრივ მოსყიდვას ახორციელებდა და თითქოს და თქვენ ყველა ითხოვდით და საერთაშორისო რეკომენდაციაც იყო ამასთან დაკავშირებით რომ გამკაცრებული იყო კანონმდებლობა ამასთან მიმართებაში. ეხლა გვაქვს ეს სიტუაცია, გამკაცრდა კანონმდებლობა, ახლა თქვენ აპროტესტებთ იმას რომ გამკაცრდა კანონმდებლობა. სწორი შეკითხვა არის, ჩვენ რასაც ვითხოვდით და საერთაშორისო გამჭვირვალობა იყო ერთ-ერთი ალბათ წამყვანი ორგანიზაცია მიმართულებით, რომელიც მუშაობს და ჰქონდა კონკრეტული რეკომენდაციები, ჩვენ ვითხოვდით უფრო მეტ გამჭვირვალობას პროცესების და ანგარიშგების სისტემის გაუმჯობესებას, რაც გულისხმობდა იმას, რომ პარტიების, ანუ ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ პარტიების ფინანსები ყოფილიყო გამჭვირვალე, ანუ დროულად გწნონ და საარჩევნო პერიოდში თუ ვინ არის შემომწირავი ორგანიზაციის და საიდან ფინანსდება ძირითადად პოლიტიკური პარტიები და ასევე ის, რომ ანგარიშგების ფორმები ყოფილიყო უფრო გასაგები, უფრო ერთგვაროვანი, დახვეწილიყო ამ მიმართულებით სისტემა და არა თუ თქვა წელიწადში ერთხელ მქონოდა მე საშუალება იმისა, რომ გამეკო თქვა წინა წლის არჩევნებზე ვისგან დაფინანსდა პარტიარებად, ეს ინფორმაცია მიმეღო უშუალოდ არჩევნების პერიოდში და შესაბამისად თქვა ჩემი გადაწყვეტილებაც ერთგვარად შესაძლებელია თქვა ჩემი პოზიცია ამის შემდეგ ჩამომეყალიბებინა. ამ მიმართულებით იყო არა მარტო არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაციები, ამ მიმართულებით იყო გრეკოს რეკომენდაციები, სწორედაც რომ ანუ უფრო მეტი გამჭვირვალობა და უფრო ეფექტური ანგარიშგების სისტემა. ეს იყო ძირითადი რეკომენდაციები, მათ შორის გრეკოს
რეკომენდაციებში შედიოდა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების აკრძალვასთან დაკავშირებით უნდა შემოღებულიყო ეს კანონმდებლობა. თუმცა ჩვენ რეალურად ანუ კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ დღესაც ვართ პოლიტიკური პარტიების გამჭვირვალობის მომხრე და რა თქმა უნდა არსებობდეს გარკვეული კონტროლი როგორც სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან, ასევე სახელმწიფოს მხრიდან და რა თქმა უნდა წინააღმდეგი ვართ იმისა, რომ არსებობდეს საშუალებები პოლიტიკური პარტიებისათვის, რათა მათ გვერდი აუარონ, თქვათ იგივე ცალკეულ რეგულაციებს და თქვათ დააფუძნონ იგივე სხვა არასამთავრობო ორგანიზაციები და კანონის გვერდის ავლით ხარჯონ ან მიიღონ კანონით აკრძალული ფინანსური თქვათ და მატერიალური საშუალებები. რა თქმა უნდა, ამ პრინციპს ჩვენ ვიზიარებთ და არათუ ვიზიარებთ, არამედ ადვოკატირებას უწევდით მთელი უკანასკნელი წლების განმავლობაში, თუმცა ის რაც მივიღეთ შედეგად, ეს სრულიად განსხვავებული რამ არის. კანონი ერთის მხრივ იმდენად მკაცრდება, რომ ჩვენი აზრით და ჩვენი შეფასება იყო ესეთი, რომ ფაქტიურად პოლიტიკურ პარტიას არ უტოვებს საშუალებას იმისა, რომ კანონიერი გზებით მიიღონ შემოსავალი და გარკვეულწილად უბიძგებს იმისკენ, რომ კანონის გვერდის ავლით ჩაუმა ფულმა იმოძრავოს და ამასთანავე ეს შეზღუდვები, რაც ზოგადად ყველა თქვათ საერთაშორისო ორგანიზაცია და მათ შორის იგივე ვენეციის კომისიაც და სხვა თქვათ ქვეყნების გამოცდილებიდანაც არ არის მისაღები, რომ კანონი იმდენად მკაცრი იყოს, ზედმეტად მკაცრი, რომ უბიძგებდეს პოლიტიკურ პარტიას თუ სხვა პირს კანონი დაარღვიას, ხო? ანუ გონივრულ ჩარჩოებში უნდა იყოს ეს ყველაფერი მოქცეული. გარდა ამისა, შეზღუდვები შეეხო, ანუ ჩვენი ასეთი აღშფოთების თავარი მიზეზიც ალბათ ის არის, რომ შეზღუდვები შეეხო არა მარტო პოლიტიკურ პარტიებს, არამედ ჩვეულებრივ რიგით მოქალაქეებს, კერძო კომპანიებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, ანუ წრე არის განუსაზღვრელი და აი ამ კავშირის დადგენა პოლიტიკურ პარტიასა და თქვათ ფიზიკურ, ანუ ადამიანს, ან ბიზნესს, ან თქვათ მედია შორის იმდენად მარტივია დღეს კონტროლის პალატისთვის და იმდენად გაუწერელი ეს პროცედურა და როგორც ლინა ამბობდა, არანაირად არ არის გარანტირებული იგივე მეორე მხარის, ანუ ვისი საკითხიც განიხილება, მისი ჩართულობა ამ პროცესში, რომ მან წარადგინოს თქვა თავისი მოსაზრებები, თავი დაიცვას და ასე შემდეგ. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მას შემდეგ, რაც თქვა კონტროლის პალატა ისრულად განუსაზღვრელი წრიდან მიიჩნევს, რომ ვიღაცა პირი არის დაკავშირებული პარტიასთან, მას ეზღუდება მთელი რიგი შესაძლებლობები, თუნდაც მაგალითად სამეწარმეო საქმიანობით მიიღოს შემოსავალი, ან სხვა ტიპის შემოსავალი, მისი წლიური შემოსავალი არ უნდა აღემატებოდეს 60,000 ლარს. მე მესმის, რომ ეს არის ძალიან ბევრი დეტალები და ამაზე საუბარი მართლა ძალიან შორს წაგვიყვანს, თუმცა აი რაღაც ცალკეული მაგალითების მოყვანის გარეშე ალბათ ცოტა რთულია საზოგადოებას ეს სირთულეები და პირველი ნაბიჯები რაც კონტროლის პალატამ გადადგა. განსაკუთრებით ერთ მომენტს მინდა მივაქციო ყურადღება, როდესაც ორი არასამთავრობო ერთდროულად შეამოწმეს, ეს იყო უბრალოდ მოითხოვეს საბუთები, როგორც რესპუბლიკურ პარტიასთან ასოცირებული არასამთავრობოსგან, ეს იყო რესპუბლიკური ინსტიტუტი თუ არ ვცდები, ასევე ქალაქის მერთან ასოცირებული არასამთავრობოსთან ახალი თაობა, ახალი ინიციატივა. თითქოს და ობიექტურად ერთი აქედან, ერთი იქიდან მოითხოვს, იმიტომ რომ ჩვენ ქვეყანაში ისევ წრის ძალიან ლიმიტაციის გამო ყველამ ვიცით, ვინ ვისთან მეტნაკლებად არის კავშირში, ხომ? თუ კი იქნება მიდგომები კონტროლის პალატის მხრიდან ობიექტური, ეს კანონი მაინც არის აილა შემოწოდა დრაკონული, თუ კი ეს არ იქნება შერჩევითი, თუ კი ეს არ იქნება გამოყენებული პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ, თუ კი მოხდება მართლაც და ერთი აქედან, ერთი იქიდან და მოხდება შერჩევაში დაცვა აბსოლუტური ობიექტურობის. თუ კი გვეყოლება დამოუკიდებელი სასამართლო და თუ კი მართლაც შერჩევითად არ იქნება გამოყენებული, მაინც მე ვფიქრობ, რომ ელემენტარულად კარგი იქნება, რომ აი ამ მთავარ მაკონტროლებელს, კონტროლის პალატას უფრო მეტი დირექტივები მივცეთ და უფრო გაუწეროთ, უფრო კონკრეტულად გაუწეროთ, როგორ უნდა გააკეთონ ეს ყველაფერი, როგორ უნდა დაადგინონ პირდაპირი და არაპირდაპირი კავშირი, როგორ უნდა დაადონ ყადაღა და ასე შემდეგ. გასაგებია, რომ ყველაფერს ვერ გაწერ კანონში და კანონქვემდებარე აქტში. ყველაფერს ვერ დაწერ და შეიძლება რაღაცა დარჩეს ისე, მაგრამ ყოველ შემთხვევისთვის ალბათ კანონმდებელი ვიტომ არის ხომ, იქ და ამხელა აპარატი იმიტომ არის პარლამენტში, რომ ამაზე დაждენ და იმუშაონ. სხვანაირად ესე ზოგადად ჩვენ ვფიქრობთ, რომ
ესეთი ზოგადი დებულებების აღსრულება არის უბრალოდ შეუძლებელი, იმიტომ რომ აი ჩვენ ძალიან ხშირად ვლაპარაკობთ ამ თემაზე და გეტყვით რომ სხვადასხვა ადამიანები სხვადასხვა ინტერპრეტაციას აკეთებენ ამ კანონისა. იგივე მართველ გუნდშიც სხვადასხვა პარლამენტის წევრს, როდესაც სხვადასხვა ინტერპრეტაცია გვითხრეს და აქედან გამომდინარე ეს არის ჩვეულებრივი რომ თვითონ იმ აღმასრულებელ ამ სამსახურს მისცე უფრო მეტი დირექტივა და კონკრეტული დირექტივები როგორ უნდა განახორციელონ, იმიტომ რომ კონტროლის პალატას ჩვენ რომ შევხვდით, იქაც მათ სულ სხვა ხედვა წარმოგვიდგინეს. ყველას თავისებურად ესმის ეს კანონი და იძლევა მრავალნაირი, არა ორ-სამნაირი, არამედ მრავალნაირი წაკითხვის საშუალებას. მე ლენას მინდა განმარტება ვკითხო. დაკავშირებული პირის კლასიკური განმარტება თუ არსებობს? აი ვინ არის რაღაცასთან დაკავშირებული პირი იურიდიული ტერმინოლოგიიდან გამომდინარე? ამ კანონის მთავარი პრობლემა არის სწორედ ეს ბუნდოვანება, არავინ არ იცის, ვინ შეიძლება იყოს ზუსტად დაკავშირებული პირი. თუმცა კანონი არის იმდენად ფართო, რომ ჩვენ ვარაუდობთ, რომ შეიძლება იყოს ძალიან ბევრი ადამიანი ნებისმიერი მოქალაქე. ძალიან მარტივი მაგალითი რომ მოვიყვანოთ, რა შემთხვევაში ექცევი კანონის რეგულირების ქვეშ. მაგალითად, თუ ხარ იურიდიული პირის წარმომადგენელი, მაგალითად მე ვმუშაობ ორგანიზაციაში და მას წარმოვადგენ სადმე და თუ საჯარო სივრცეში გავაკეთებ რაღაც მოწოდებას, თუნდაც 5 ადამიანის თანდასწრებით, რომ დაუჭირონ მხარი კონკრეტულ პოლიტიკურ ძალას ან სუბიექტს, ანუ ეს არის საკმარისი იმისათვის, რომ მე დავექვემდებარო შეზღუდვებს. მე ამეკრძალო სამეწარმეო საქმიანობა, ჩემს იურიდიულ პირს და ასე შემდეგ. ანუ პრობლემა არის ის, რომ არ აქვს მნიშვნელობა, როგორ აღასრულებს ამას კონტროლის პალატა, ეს ნორმები თავიდანვე არის ანტიკონსტიტუციური, ცალსახად ზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას. მხოლოდ იმის გამო, რომ მაქვს პოლიტიკური სიმპათია და საჯარო სივრცეში ამას ვაფიქსირებ, მე ამის გამო ვექვემდებარები შეზღუდვებს. მაგალითად, ერთ-ერთი პუნქტი ასევე საილუსტრაციოდ იქნებოდა საინტერესო. იმ შემთხვევაში თუ პირი ფიზიკური განაცხადებს მისი პოლიტიკური და საარჩევნო მიზნების შესახებ, მხოლოდ ეს არის საკმარისი იმისათვის, რომ ის ასევე ამ მსგავს შეზღუდვებს დაექვემდებაროს. რაც ნიშნავს იმას, რომ პირი არ არის თავისუფალი თავის არჩევანში თქვას თუ არა, წინასწარ განაცხადოს თუ არა თავისი საარჩევნო მიზნები და უფრო მეტით, მასთან დაკავშირებული პირებიც დაექვემდებარებიან იგივე შეზღუდვებს. ანუ თუ თქვათ, ჩემი ოჯახის წევრი პირდაპირ დაკავშირებული კიდე ერთი უზუსტის არის გაუგებარი დაზუსტება, ხო? პირდაპირ და არაპირდაპირ, ესე იგი არაპირდაპირ შეიძლება მეზობლის ბიძაშვილის მეზობელი იყოს დაკავშირებული, ხო? შენთან. დაკავშირებული. ან იმის ბიძაშვილი. არის იმდენად ფართო ცნება, რომ შეიძლება აკმოხდნენ ოჯახის წევრები, ნაცნობები, მეგობრები და ასე შემდეგ. და მხოლოდ იმის გამო, რომ მე ვარ გაცხადებული პოლიტიკური მიზნის მქონე პირის მეგობარი, ამის გამო მე აი ესეთ მძიმე შეზღუდვებს ვექვემდებარები, არის მძიმე ეს იმიტომ, რომ ის არის პარტიისთვის დადგენილი აკრძალვები და ის ჩემზე როგორც ფიზიკურ პირზე არ უნდა გავრცელდეს, მით უმეტეს მხოლოდ იმიტომ, თუ მე უბრალოდ ამაზე ვსაუბრობ და ეს კანონი შეიძლება შეეხოს ნებისმიერ ჩვენთაგანს. ამიტომ არის სწორედ შენ გეხება ეს კამპანია, ისე ვიქმებდი. მაგალითს მოვიყვანდი, ახლა აი მაგალითად ვიცით რომ ძალიან ბევრი ჩვენი მოქალაქე წასული არის საზღვარგარეთ და იქ მუშაობს, ხო? და ზოგმა მათგანმა მიიღო კიდევაც იქაური მოქალაქეობა. იმ შემთხვევაში თუ კი საქართველოში მცხოვრები რომელიმე მისი ნათესავი საჯაროდ განაცხადებს თავისი პოლიტიკური ინტერესის შესახებ ან რაღაც, მხარს დაუჭერს რომელიღაცა პოლიტიკურ პარტიას. ამ შემთხვევაში მასზე ვრცელდება ის შეზღუდვები, რომელიც ვრცელდება პოლიტიკურ პარტიაზე და ამ შემთხვევაში იგი ვერ მიიღებს დახმარებას იმ თავისი ნათესავისგან, რომელიც ცხოვრობს საზღვარგარეთ და რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე. რადგანაც პარტიებს ეკრძალებათ შემოწირულობის მიღება უცხო ქვეყნის მოქალაქეები. ხო, ან გასაგებია. ლაშა სისტემას უნდა გაუსვათ ხაზი. ამ მაგალითთან დაკავშირებით, გასაგები რო იყოს, თუ და ხარ რაღაცნაირად დაგაკავშირეს პარტიასთან, ან აზრი გამოთქვი, ან ვიღაც მეზობლის, როგორც თქვენ ბრძანეთ, ბიძაშვილის ვიღაცა რაღაცნაირად კავშირშია, ეს იმას ნიშნავს, რომ დაგადეს ეგ ასე ვთქვათ, პეჭედი, რომ შენ ხარ არაპირდაპირ დაკავშირებული, შენ ექცევი იმ სამართლებრივ რეჟიმში, როგორცაც არის პარტია. ანუ შეზღუდვები გაქვს ყველანაირი. ეხლა პარტიას შეზღუდვები გასაგებია არჩევნების დროს, მაგრამ რაშვაშია მილიონი ადამიანი, რომელიც შეიძლება აღმოჩნდეს ზუსტად ისეთივე რეჟიმში. ეხლა ლოგიკა არის ძალიან მარტივი. პირველი, რომ ცუდი კანონი ყოველთვის ცუდია. ეს არის მარტივი რამე, ძალიან მარტივი რამე. არ შეიძლება ჩვენ ვთქვათ, რომ ცუდი კანონი შეიძლება კარგად მუშაობდეს. რატომ? იმიტომ რომ აი კონტროლის პალატაში გონიერი ხალხია. მართალია ცუდი კანონია, მაგრამ ეხლა ხო არ არიან გადარეულები და ესე რატო ცუდად რატო გაიგებენ ამ კანონს? ესე იგი, ეს ლოგიკა არ არის სერიოზული. ჩვენ გვჭირდება კარგი კანონი და კარგი კანონი იმას ნიშნავს, რომ აუცილებლად უნდა იყოს ხელისუფლების ორგანოების შეზღუდულები, შებოჭილები.
რომ არ გაექცეთ ძალაუფლება. მთელ მსოფლიოში ესეა, რომ ის ვისაც აქვს დიდი ძალაუფლება, პოლიციელია, სამხედროა, ფორმიანია, მინისტრია თუ ვინც არ უნდა იყოს, ვისაც აქვს დიდი ძალაუფლება, კანონი მას ზღუდავს. გაწერილია რისი უფლება აქვს და მეტის უფლება არ აქვს. ძალიან დეტალურად, იმიტომ რომ საშიში ადამიანი, რომელსაც აქვს ძალაუფლება, ჩვენთან გააკეთოს უკუღმა. ჩვენთან თქვეს რომ კაცო, ყველაფერი ხო არ დავწერთო ეხლა რაღაცასო და ჭკვიანი ხალხიაო, ამიტომ მოდე ყველაფრის უფლება მივცეთო, ისინი ესო სულ გასაგებია სამართლებრივად, თუმცა დედამიწაზე საუკუნეები რომ მიდიოდნენ და მიხვდნენ რომ უნდა შეზღუდო ხელისუფლება, ესენ წავიდნენ საპირისპირო გზის და თქვენსო კი არ უნდა შევზღუდოთ. არამედ ხელები მოდი გავუხსნათ, იმიტომ რომ კეთილი, პატიოსანი, ლამაზი, გადასარავი ჭკვიანი ხალხი მუშაობს იქ და რა აუცილებლად სწორ გადაწყვეტებს მიიღება. ეს ლოგიკა არის დამანგრეველი ქვეყნისთვის, სახელმწიფოსთვის და რა თქმა უნდა, ეს კანონი აუცილებლად, აი როგორც თოფი რო ამბობენ, რომ თუ კიდია, ხო, გინაც არ იყო შიგნით არაფერი, მაინც გაისვრის რა. და იქნებ რაღაც ეგ დაახლოებით იგივეა, რომ აი იქნებ კიბორჩხალამ დაუსტვინოს, ხო? არ დაუსტვენს ეს კიბორჩხალა, შეუძლებელია ცუდი კანონი აუცილებლად ცუდ შედეგს მოგვიტანს. ამიტომ ვამბობ, რომ ცუდ შედეგს მოიტანს, რას ნიშნავს, რომ შეიძლება ვიღაცა დაიჭირონ, ელემენტარულად დაიჭირონ, ვიღაცა ნიშნავს, რომ დაიჭირონ მოქალაქე და არა, ამ შემთხვევაში პარტიის წარმომადგენელი და თანამდებობის პირი კი არა, ლაპარაკია რიგით ადამიანზე, რომელსაც მიუტანეს 1 კილო დაუშვათ ფქვილი, სადაც მთაში და მან გამოართვა, იმიტომ რომ გონია რომ ხო, იმიტომ რომ ეხლა დღეს დაარიგეს ვაუჩერები, მაგრამ რა იცის, ხო, მივიდა გამგებელი, მიყვა ვიღაც კანდიდატი და აჩუქა კარტოფილი 1 კილო, ხო? დღეს ვაუჩერებს რო არიგებენ. სხვა შორის, ეგ პრობლემა არ არის თურმე, რა 13 ლარიანს მაინდამაინც საარჩევნო წელს რო გაახსენდათ, პენსიები რო ეხლა რაღაცები გაახსენდათ საარჩევნო წელს. ისინი გაახსენდათ ხდება სამთავრობო პროგრამები. არა, გავიგე, მაგრამ რატო, არა, ეგ არის სერიოზული თემა. რაღა მაინდამაინც ეს კონცენტრაცია ეგეთი საჩუქრების და რაღაცების ხდება საარჩევნო წელიწადზე, არ ხდება თქვა წინ. რატომ არის ეს, სად არის ლოგიკა? აი, ეგ არის სწორედ რადგანაც მიმობზანებდა, რომ ადმინისტრაციული რესურსი არის მთავარი პრობლემა. და ეს კანონი იმისკენ კი არ არის მიმართული, რომ შეზღუდონ თავისი თავი, თვითონ ხელებს იხსნიან და სხვებს ზღუდავენ. აი ეს არის მთელი არსი და ამ სხვების შეზღუდვაში იგულისხმება აბსოლუტურად ყველა, არა მარტო თქვა კონკურენტი პოლიტიკური პარტია, არამედ იგულისხმება საზოგადოებრივი ორგანიზაციაც, მოქალაქეც, მედიაც, მოკლედ რაც კი ცოცხალია საქართველოში და მოძრაობს ყველაფერი იგულისხმება. მაქვს აქვე საერთოდ კლასიკურად ჩვენ ჟურნალისტურ სახელმძღვანელოებში გვიწერია, რომ ჟურნალისტი არც ერთ აქციაში არ უნდა იღებდეს მონაწილეობას. ჩვენი მიზანი და მისია არის ეს ინფორმაცია, რაც ამა თუ იმ აქციაზე ხდება თუ აქტივობებისას ხდება, მივიტანოთ საზოგადოებამდე. ხა ეს კამპანია ჟურნალისტების მაქსიმალური ჩართულობით მიმდინარეობს. რას უკავშირებთ თქვენ ამას და ჟურნალისტური პოზიციიდან თუ მიგაჩნიათ სწორად? ხო, გასაგებია, ჩვენ არ წერია რომ არ უნდა მონაწილე წერია რომ უნდა თავი შევიკავოთ, მაგრამ იმ შემთხვევაში, როდესაც შენ გეხება პირდაპირ და ასე თქვა, შენ სასიცოცხლო ინტერესს ეხება, მაგალითად, გაზეთებმა რაც გავაკეთეთ, როდესაც დაიჭირეს ჩვენი კოლეგები, გამოვედით ქუჩაში და გავაპროტესტეთ, ხო? დავწერეთ და გამოვედით კიდევ. როდესაც ფოტოგრაფები დაიჭირეს, აბა რა უნდა გვექნა? ჩვენ ვართ მოქალაქეები, მიადგნენ ჩვენ კოლეგებს დაიჭირეს და ჩვენ გამოვხატეთ პროტესტი, იმიტომ ჩვენ მოქალაქეებიც ვართ იმის გარდა რომ ვართ ჟურნალისტები. როდესაც აიღეს ჯიხურები, გასაგებია რომ რაღაცა პროტესტი გამოვხატეთ და გამოვედით, ასევე დავდექით და თქვით რომ კლავენ მედიას, სიტყვის თავისუფლებას, იმიტომ რომ ფაქტია ეს, ხო, ესე იგი, როცა შენ გისპობენ საარსებო სივრცეს, როდესაც იღებენ კანონს, რომელიც გამოც შეიძლება გაზეთი დახურონ, დააყადაღონ ქონება და წერია პირდაპირ, ისიც ეს არის იურიდიული პირია, როდესაც შეიძლება და ასე თქვა ჟურნალისტს ან ვიღაცას, რომელიც შენ ფურცლებზე დაწერს თავის მოსაზრებას და იმას მიუვარდნენ და დაუყადაღონ ანგარიში. იმის გამო რომ ვიღაცა თავისუფალია აზროვნებს და რაღაცა განსხვავებული დაწერა და უთხრა რომ იცი რა ეს შენ ხარ დაკავშირებული პირი პარტიასთან არა პირდაპირ ხო აი ესე მიაწეპონ ეს იარლიყი და მე დაუყადაღონ და გააკოტრონ ან დააქციონ ხო რა თქმა უნდა ეს ნიშნავს რომ ჩემთან ვერავინ ჯერთით
თვითონ გაზეთი შეიძლება გააჩერონ. მე ადამიანები შეშინებულები ჩვენ გვჭირდება გაზეთი რო იყოს საინტერესო, უნდა იყოს დისკუსიები გაზეთში, უნდა იყოს განსხვავებული შეხედულებები, შეჯიბრი, ჭიდილი აზრების და როდესაც ასეთ კანონს იღებ, ადამიანებს აშინებ, მათ შორის აშინებ ექსპერტებს, საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებს. ჩემთან არის, მაშინ იქნება საბჭოთა კავშირი და არ გვინდა საბჭოთა კავშირი, გვინდა თავისუფლება. და ბუნებრივია, რომ აუცილებლად შეუერთდებოდით და კიდე შეგავაგრძელებთ ჩვენს აქტივობას ამ მიმართულებით და რა თქმა უნდა ჩვენ ვართ ჩართული პროცესში, არა იმიტომ რომ ვილაპარაკოთ, რაღაცა გამოჩნდეთ ეთერში, არამედ ჩვენი მიზანი არის რომ ეს პროცესი იყოს შედეგზე ორიენტირებული, რომ ჩვენ მართლა შევცვალოთ ეს კანონი ნორმალური კანონით, რაც მოგცემს საშუალებას ნორმალური არსებობისათვის. რისი ნაწილიც არის ცხადია თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. ნინო, ბუნებრივია, მხოლოდ არასამთავრობო სექტორი ჟურნალისტებთან კავშირში და მოქალაქეები თვითონ ვერ შევლენ პარლამენტში და ამ კანონს ვერ მისცემენ ხმას რაიმენაირი ახალი ვერსიას ამას გულისხმობ. გაქვთ თუ არა კონტაქტი თქვა თუნდაც არასაპარლამენტო უმცირესობასთან, უპროცრავად საპარლამენტო უმცირესობასთან და აი პოლიტიკური წრეების დაახლოებას რამდენად უშლით ხელს ან პირიქით უჭერთ მხარს აი ამ პროცესში, იმიტომ რომ როგორც წესი ხომ ესეთ კამპანიები პოლიტიკური არლიყის მიწებებას ერიდებიან. დიახ, ჩვენ 17 ფებრუარს არასამთავრობო ორგანიზაციებმა შევიტანეთ კანონპროექტი საქართველოს პარლამენტში საკანონმდებლო წინადადების სახით, ანუ ჩვენ გვაქვს კონკრეტული ხედვა, როგორ უნდა შეიცვალოს კანონი და ვთავაზობთ ფორმულირებებს საქართველოს პარლამენტს. საკანონმდებლო წინადადების განხილვას აქვს თავისი პროცედურა, თუმცა უფრო ვთქვათ ეფექტურია ამ შემთხვევაში საკანონმდებლო ინიციატივა, რომელსაც ყავს თავისი სუბიექტები, შეიძლება იყოს პარლამენტის წევრმა, შეიძლება საკანონმდებლო ინიციატივით მიმართოს პარლამენტს ფრაქციამ და ასე შემდეგ. ამიტომ გარკვეულწილად ჩვენთვის ალბათ მნიშვნელოვანი არის ვითანამშრომლოთ საქართველოს იმ პარლამენტის წევრებთან, რომლებსაც აქვს საკანონმდებლო ინიციატივის უფლება და ჩვენ გეგმავთ გარკვეული კონსულტაციებიც გავიაროთ იმ პარტიებთან, რომლებმაც გარკვეული ინტერესი გამოხატეს ცვლილებების მიმართ. თუმცა ჩვენთვის აუცილებელია, რომ ეს პარტია თუ ინიციატორი სრულად იზიარებდეს ჩვენს ხედვას. ჩვენი კამპანიის მიზანი არ არის, რომ მხოლოდ თქვა კოსმეტიკური ცვლილებები შევიდეს კანონში და ცალკეული ნორმა შეიცვალოს. ჩვენ თვლით, რომ არის ძალიან ბევრი ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი ნორმა, რომელიც უნდა ჩამოყალიბდეს იმ ფორმით დაახლოებით, როგორც თქვა ჩვენ თავაზობთ საქართველოს პარლამენტს და ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ იგივე იმ პოლიტიკურ პარტიებთან თუ კი ისინი ამ ჩვენს ინიციატივას აქცევენ საკანონმდებლო ინიციატივად, თანხდებოდეთ ყველა პრინციპულ საკითხზე და ამ პოლიტიკურმა სუბიექტმა ბოლომდე, ასე ვთქვათ, იდაოს აი ამ საკითხებთან დაკავშირებით პარლამენტში ბოლომდე წარმოაჩინოს ჩვენი პოზიცია. არ დაგვაბრალებენ პირდაპირ ან არაპირდაპირ კავშირს ამ პოლიტიკურ პარტიებთან, ვინც ისეთ ახლა რასაც თქვენ აკეთებთ, ის არ არის ხელისუფლების ინტერესში. რაც არ არის ხოლმე ხელისუფლების ინტერესში, ის ხშირად მოიაზრება როგორც ოპოზიციის ინტერესში. ხა ჩვენ რომ ამ კავშირს მივყვეთ, ჩვენს ყოფილი მიგვიყვანს ახალ შემოჭრილ პოლიტიკოსამდე ქართულ სივრცეში ბიძინა ივანიშვილამდე, რომლის გამოჩენის შემდეგაც შეიცვალა ეს კანონი, სწორედაც რომ აი რამდენად მიიკარებთ პოლიტიკოსებს ამის კითხვა მინდა უფრო რო დავაზუსტოთ, თქვათ, შეიძლება თუ არა რომ აქციებზე თქვენს გვერდში ვნახოთ, იგივე ივანიშვილის გუნდის წევრები, იგივე საპარლამენტო ოპოზიციის წევრები. მე მესმის რომ ვერ ჩაკეტავთ ამას, მაგრამ რამდენად გახსნილები ხართ აი ამ პროცესში პოლიტიკოსების მიმართ? იცით, ეს არის საზოგადოების აქცია, ესე ვთქვათ და ძალიან რთულია ახლა ესე გამოყო ადამიანები. მე მახსოვს ჩვენ აქციას შეუერთდა ქართული ოცნება თვითონ ინიციატივა მოეწონათ, არ ვიცი რა სახით თქვეს ეს ყველაფერი, მაგრამ ფაქტია რომ იმის გამო რომ ეს ყველას ეხება, ჩვენ არ შეგვიძლია წინააღმდეგ წავიდეთ, თუმცა მე ახლა კიდევ ერთხელ გეტყვით რომ ჩვენ უფრო ხშირი კონსულტაციები ქონდა ამ კანონთან დაკავშირებით მმართველ გუნდთან და თუ კი მაგალითად ისინი გაითვალისწინებენ, არ მე პრობლემა არის. უცებ კოლაქციაზე. პავლე გუბრაშვილი მაგალითად. მაგრამ ანუ რთული არის პრინციპში, მაგრამ მაინც ჩვენ ყველანი ვართ საქართველოს მოქალაქეები. ახლა რაც შეეხება მე მინდა ვთქვა ერთი რაღაცა რა, რომ როდესაც მმართველი გუნდი ამბობს, რომ ჩვენ აი ამ აქციით ვართ წინააღმდეგი პარტიების დაფინანსების რაღაც სისტემის გამჭვირვალობისა და ასე შემდეგ, ესე არ არის. ანუ ჩვენ გვესმის
ამ კანონის სულისკვეთების იმ ხრივ რომ მიზანი არის ის რომ რაღაცა გარკვეული შეზღუდვები დაუწესდეს იმ პოლიტიკურ პარტიებს რომლებსაც პოლიტიკურ კორუფციაში შეიძლება კონდეთ მონაწილეობა მიღებული ხო და უკანონოდ მიიღოს რაღაც შემოსავლები მაგრამ ამის დარეგულირება შეიძლება ძალიან მარტივად და ჩვენი წინადადებებით ჩვენ გონია რომ ეს პრობლემები მოგვარდება რაც შეეხება რა ვიცი ნინო და ამატოს ალბათ ერთული საზოგადოების ჩართულობას თქვა საერთოდ ხვდებით თქვენ ახსენეთ დასაწყისშივე რა მდგომარეობა გვაქვს ამ ფრონტზე და ჩვენ ვიცით რომ სამწუხაროდ გარე ზეწოლები პოლიტიკური ზეწოლები უფრო ეფექტურია ნამდვილად სამხალხო სექტორი ხვდებით დიპლომატიურ კორპუსს, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებს, ყველას ვინც შეიძლება მეტნაკლებად დაინტერესებული იყოს და მინდა აღვნიშნო, რომ საკმაოდ კარგად არიან ისინი ინფორმირებულები და გარკვეულწილად იზიარებენ იმ წუხილს, რაც ჩვენ გვაწუხებს და ზოგადად იდეას იმისა, რომ კანონი საჭიროებს უფრო მეტ დაზუსტებას, იმიტომ რომ არის მთელი რიგი თუნდაც საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც შეშფოთებულები არიან იმით, რომ ამ კანონის ამოქმედებით შესაძლებელია მათ ცალკეულ საქმიანობებს შეშფოთება გავიგეთ, მაგრამ აქტივობის თვალსაზრისით რამდენად ქმედითები იქნებიან საერთოდ მე ნამდვილად ხო მაგალითად შეგვიძლია მაგალითად იგივე ცნობილი ამერიკის ელჩის განცხადება, როდესაც თუნდაც რეტროაქტიული უკუცევის დალანიჭებოდა ცალკეულ ნორმებს, ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს, როგორ ჩაერია ამ პროცესში და ძალიან ეფექტური იყო. მე ალბათ ვერ გავაკეთებ პროგნოზებს, რამდენად სამომავლოდ შესაძლებელია, თქვათ, ესეთი განცხადებები ვიხილოთ, თუმცა არც გამოვრიცხავ, იმიტომ რომ როგორც აღნიშნე, ისინი საკმაოდ კარგად არიან ინფორმირებულები და მინდა ვთქვა, რომ გვეთანხმებიან ამ საკითხებთან დაკავშირებით. ბოდიშ გიხდით. ესე იგი, რატო ეცით ეს მოძრაობა, ჩემი აზრით ძლიერი, იმიტომ ჩვენ მე ყოფილა სხვა მსგავს სიტუაციაში, როდესაც მედია კანონმდებლობაზეც, ასე თქვა, გავიარეთ ეს გზა. გავდა ერთმანეთს იმ პირებთან ერთად მე მგონი გავდა ერთმანეთს და შედეგი არის რაღაცა ნაწილი მიიღეს ნორმის, მაგრამ ეს მოძრაობა რატოა ძლიერი გეტყვით, იმიტომ რომ ეს არის აბსოლუტურად დამოუკიდებელი მოძრაობა. ამდენი სამოქალაქო საზოგადოების, ამდენი წარმომადგენელი, ამდენი საზოგადოებრივი ორგანიზაცია, რომელიც შეუერთდა, მე დიდი ხანია არ მინახავს ერთად განწყობა აშკარად იგრძნობა. ამისი შემოწმა ძალიან ადვილი. ხა ვიღაცა თუ ფიქრობს, რომ იცით რა, ამის უკან რაღაცა ის ძალიან არასერიოზული იქნება მათი მიდგომა. ძალიან სერიოზული პროცესია ხა დაწყებული. სანამ უფრო არ გართულდება ვითარება, კიდევ უფრო მეტი პრობლემები, მაინც ჩემი აზრით, მე ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, ეს ორგანიზაციები აი ყველანი ერთად მიაღწევენ შედეგს აუცილებლად, იმიტომ რომ იმდენად ნათელია მოთხოვნები, იმდენად სწორია ეს მიდგომები და მე ვარ ძალიან გახარებული ამ თვალსაზრისით, იმიტომ რომ დავინახე, რომ საქართველოში კიდევ ერთხელ ძლიერდება აი ეს ნაწილი, იზრდება ეს ახალგაზრდა ხალხი და აქ ძალიან პრინციპული პოზიციები. ამას ვერაფერი ვერ შეაჩერე. რაც შეეხება პარტიებს, მათ რა თქმა უნდა გამოხატონ თავის პოზიცია, მაგრამ ეს სხვადასხვა რამეა, ნინო რა. მათ თუ ეხა ისინი ისევ გააგრძელებენ დიდი ნაწილი, ყველას არ ეხება, მაგრამ დიდი ნაწილი ეხა არის წამოწოლილი და რაღაცებს ოცნებობს, რაღაც ეთყობა, არ ვიცი, რაზე ოცნებობს, არ მინდა და შეურაცხყოფა მივაყენო, მაგრამ ეს ხალხი იბრძვის, სხვები ოცნებობენ. კი ბატონო, მე ცხადია ეს სიტყვა ცუდად არ გულისხმობს თუ გულისხმობს ოცნებობენ როგორ მოვლენ ხელისუფლებაში. მე ცხადია ივანიშვილის გაერთიანებას არ გულისხმობდი, როცა ოცნებაზე ვლაპარაკობდი, მე ვლაპარაკობდი იმათ გამოხატეს თავისი პოზიცია და აფიქსეს კაფიოთ, რაც კარგია ამ ახალმა გაერთიანებამ. ასევე ერთმა ორმა გამოხატა პოზიცია, მაგრამ ეს არ არის საკმარისი ცით, იმიტომ რომ ხალხი ხედავს, რომ საზოგადოებრივი ორგანიზაციები იბრძვიან თავისი ინტერესებისთვის, მოქალაქეების ინტერესებისთვის, პარტიების ინტერესებისთვისაც, მაგრამ ეს პარტიები რაღაცა უცნაურად იქცევიან, იცით? ხო და მე ვფიქრობ, რომ იცით რა პირველ რიგში მათაც ეხებათ ეს და მე უწევდათ გეუბნებით მიკვირს მათი აი ეს რაღაცა ინდიფერენტულობა და ესეთი პასიურობა ვითარებაში, როდესაც აი კარს მომდგარი არის არჩევნები და არ მესმის მე ეგ სიტუაცია. ამიტომ ვამბობ ესეთ რამეს, რომ ჩვენ მაინც გავიტანთ ლელოს, ისინი სწორ პოზიციას გამოხატავენ, მოიგებენ, არ გამოხატავენ, წააგებენ.
და საზოგადოება მაინც დარჩება მოგებული, იმიტომ რომ აი ეს ხალხი მაინც თავისას მიიღწევს. მოდით საზოგადოება, რომლისთვისაც დღეს ჩვენი გადაცემაც არის ეთერში, ალბათ ელის როგორ ვაუწყებთ ჩვენ ჩართულობის შესაძლებლობებს, ანუ რა ტიპის აქტივობებში იწვევთ მათ, როგორ შეიძლება შეგეხმიანონ, თქვათ, იგივე ხელი მოაწერონ ამ პეტიციას, რაიმე სტრუქტურული ფორმატები თუ არსებობს, სადაც ან ოფისი გაქვთ, ან ტელეფონი გაქვთ, ან დები გაქვთ, სადაც შეიძლება დარეგისტრირდნენ, საიდანაც გაიგებენ ახალ ამბებს, სად მოვიდნენ, სად ჩაერთონ, სად იძებნებით, მოკლედ ასე ვთქვათ, გარდა ტელეეთერის. მე შემიძლია გიპასუხოთ, ჩვენ ვცდილობთ, რომ ხელმისაწვდომი ვიყოთ ყველანაირი ფორმით, ანუ ის ადამიანები, რომლებიც აქტიურები არიან სოციალურ ქსელებში, Facebook-ზე, შეიქმნა სპეციალური გვერდი, რომელიც ეს შენ გეხება, შეუძლიათ ესე მოძებნონ, სადაც დადებულია როგორც პეტიციას, კი ბატონო, ანუ ინგლისური შრიფტით, თუმცა ქართული ნიშნულობით. ამ გვერდზე შეუძლიათ ნახოთ პეტიცია, სადაც ელექტრონული ფორმით შეუერთდნენ, ანუ ხელმომწერი გახდნენ პეტიციის, ასევე ყველანაირი სიახლე ინფორმაცია მის შესახებ თუ სად და როდის იგეგმება კონკრეტული აქცია და როგორ შეუძლიათ მოვიდნენ და შემოგვიერთდნენ, ასევე უახლოეს დღეებში ამოქმედება ვებგვერდი, ეს შენ გეხება ამ სათაურით და ამ ვებგვერდზე იქნება უფრო სრულყოფილი და უფრო კარგად, ასე ვთქვათ, არქივებული ინფორმაცია კამპანიის თაობაზე, გარდა ამისა, ვისაც ცდომა არ აქვს, სწორედ ამასაც გავთვალეთ ჩვენ უკვე ამ კვირაში ვიწყებთ აქციებს მთელი საქართველოს მასშტაბით, ანუ დიდ ქალაქებში, ჯერჯერობით რეგიონალურ ცენტრებში ჩვენ ვაკეთებთ, ასე ვთქვათ, ყველაზე საჯარო ადგილას აქციებს, სადაც მოქალაქეებს ექნებათ საშუალება ხელი მოაწერონ პეტიციას, ასევე გადავცემთ მათ მასალებს, სადაც ისინი მიიღებენ ინფორმაციას ამ პროტესტის შინაარსის შესახებ. ამ აქციების შესახებ ინფორმაცია გავრცელებული იქნება მედია საშუალებების მეშვეობით, რეგიონალური ტელევიზიების მეშვეობით, კონკრეტული დროისა და ადგილის მითითებით და მინდა აღვნიშნო, რომ ეს არ იქნება ერთჯერადი ხასიათის აქციები, ჩვენ ნამდვილად ყველანი საკმაოდ მომართულები ვართ იმისკენ, რომ სანამ კანონი არ შეიცვლება, ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ მასშტაბურ ქმედებებს მთელი საქართველოს მასშტაბით. კიდევ ჩემს მხრიდან მინდა დავამატო, რომ მე მოუწოდებ თითოეულ მოქალაქეს, რომ აი ამ Facebook-ით და აი ამ ელექტრონული საშუალებებით და იქ ტელეფონებიც იქნება მითითებული, დაგვიკავშირდნენ და გვითხრან, შეიძლება მათ უკეთესი იდეა აქვთ, როგორ შეიძლება რომ რაღაცნაირად უფრო მეტად გავაქტიურდეთ და ჩართულობ თქვენ არ ხართ და მე ამ შემთხვევაში არანაირად ხელს არ გიშლით, რომ გადაცემა გამოიყენოთ მოწოდებისთვის, ვინაიდან ჩვენ როგორც ლაშამ თქვა, ჟურნალისტობასთან ერთად პირველ რიგში ვართ ამ ქვეყნის მოქალაქეები. ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. ჩვენ ვსტუმრობდნენ ლაშა ტუღუში, ეკა გიგაური, ნინო ლომჯარია და ლინა ღვინიანიძე. ჩვენი გადაცემა ეხებოდა ახალ კამპანიას შენ გეხება, როგორც ჩვენ სტუმრებიც ამბობდნენ და მოგიწოდებდნენ, ჯობს იყოთ აქტიურები წინა საარჩევნო პერიოდში იმისთვის, რომ არ შეგეხოთ თქვენ ყველაფერი ის, რაზეც თქვათ აქ საუბრობდნენ და რასაც ჩვენი ერთ-ერთი რესპონდენტი ლაშა ტუღუში დრაკონულ კანონმდებლობას უწოდებდა. ნინო ჟიჟილაშვილმა წარმოგიდგენთ დღევანდელი გადაცემა მომავალ შეხვედრამდე.